წლის რეკორდული სატელევიზიო რეიტინგი დაამყარა. დაკავებულის ადვოკატის. ჩემთვის როგორც ჟურნალისტისთვის ხმა მთავარი სამუშაო იარაღია. და უკვე წლებია თითქმის ყოველდღიურად მიწევს ხანგრძლივი საუბარი და ხმის დაძაბვა. იქნება ეს პირდაპირ ეთერში ხმის ჩამწერ სტუდიაში თუ უბრალოდ სამუშაო პროცესში. ამ ყველაფრის ფონზე კი საკმაოდ ხშირად ვუჩვევი ხოლმე ყელის ტკივილს და ქრონიკული სიმშრალის შეგრძნებას. რის გამოც აი ასეთი ყელის საწუწნი აბები და წყალი მუდამ თანდამ აქვს. თუმცა სიმართლე გითხრათ, არასდროს მიფიქრია, რომ აი ამ სიმპტომებს შესაძლოა ხმის გადაღლა იწვევდეს დიაგნოზი, რომელსაც ხმის იოგების არასწორი და ზედმეტი დატვირთვა იწვევს. ჩემსავით ალბათ ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ხმა არასდროს იღლება და თუ საუბრობ, ყველაფერი წესრიგშია. სინამდვილეში კი ხმის დარღვევები იმაზე გავრცელებული პრობლემაა, ვიდრე გბონია. და მას ფონიატრია სწავლობს, მედიცინის დარგი, რომელიც სახმო იოგების ფუნქციას იკვლევს. ხმის დაზიანება შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა ორგანულმა პათოლოგიებმა, გადატანილმა ვირუსებმა, ქიმიურმა გამღიზიანებლებმა, თამბაქოს თუ ალკოჰოლის მოხმარებამ. ასევე ყვირილმა, სტრესმა, ხანგრძლივმა და დაძაბულმა საუბარმა ან არასწორად სუნთქვამ, რა დროსაც ხორხის კუნთი იჭიმება და ხმოვანი იოგების ტრავმირება ხდება. ხმის პრობლემების წინაშე კი შესაძლოა ნებისმიერი ადამიანი დადგეს. თუმცა არსებობს სარისკო პროფესიები. საოპერო თუ ესტრადის მომღერლები, პედაგოგები, ლექტორები, საჯარო სპიკერები, მსახიობები და ჟურნალისტები მაღალი რისკის ზონაში ვართ. ადამიანები, ვისთვისაც ხმა პროფესიული ინსტრუმენტია. ექსპერიმენტის ფარგლებში გადავწყვიტა, რომ თავად ჩავიტარო დიაგნოსტიკა და გავარკვიო, რა მდგომარეობაშია ჩემი ხმის იოგები, რისთვისაც ფონიატრთან მოვედი. მოგძანდით. გამარჯობა. გისმენთ ნუცა? ჟურნალისტი ვარ და მუდმივად მიწევს ხმის დაძაბვა. ქრონიკული სიმშრალე, მაქვს ყელის, ხშირად მტკივა. ჩავიხედოთ, დავათვალიეროთ ხორხი. ენა გამომიწიedi. გამოკვლევა ვიდეო ლარინგოსკოპიით ტარდება, რომელიც ხორხის დათვალიერებას, ხმის იოგების ვიზუალურ შეფასებას და დიაგნოსტიკას მოიცავს. ეს არის თქვენი სახმო აპარატი, ხმოვანი იოგები, არ არის კვანძიცის და არაფერი, ეს ძალიან კარგია, მაგრამ არის ხორხის ქრონიკული ანთება. მე ამისთვის დაგინიშნავთ მედიკამენტოზურ მკურნალობას, გირჩევთ გაიაროთ ხმის თერაპია, რომელსაც ცალკე პიროვნება ხმის თერაპევტი ჩაგიტარებთ. ეს ხმის თერაპია რას გულისხმობს, ვთქვათ, რომ სწორად ვისაუბროთ და ამ ხმის ჰიგიენა დავიცვათ? ხმის თერაპიის მეშვეობით ხდება სახმო აპარატის გავარჯიშება, სპეციალური სუნთქვითი ვარჯიშები, რის შედეგადაც ვაღწევთ იმას, რომ სახმო აპარატს ტრავმა არ მიადგეს და ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი პროფესიიდან გამომდინარე. ჩემს შემთხვევაში პრობლემა სერიოზული არ აღმოჩნდა. დამენიშნა მკურნალობა და ხმის თერაპია. ექიმი კი გვაფრთხილებს იმ სიმპტომებზე, რომლებიც ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს. მთავარი სიმპტომები ხმის დაავადებისა, როგორც ორგანული, ასევე ფუნქციური დაზიანება, სახმო აპარატის აისახება დისფონიაში, ანუ ხმის ჩახლეჩვაში და აფონია, ანუ ხმის დაკარგვა. რა თქმა უნდა, ყელის ტკივილი, ისრის კუნთის დაჭიმულობა, ბურძმარვა, ხველა, ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ერთ-ერთი სიმპტომი სახმო აპარატის დაზიანების. თუ ეს გრძელდება ორ კვირაზე დიდ ხანს, საჭიროებს აუცილებლად ფონიატრის კონსულტაციას. ფონიატრთან დაგვიანებული მიმართვის შემთხვევაში ხმის გადაღლა შესაძლოა სახმო იოგებზე კეთილ თუ ავთვისებიან წანაზარდებამდე და სხვა პათოლოგიებამდე მივიდეს, რასაც უკვე სპეციფიური მკურნალობის განსაზღვრა ან ქირურგიული ჩარევა სჭირდება. პრობლემა ხშირია პატარა პაციენტებშიც. კვანძებს ჩვენ უწოდებთ მომღერლის კვანძებს, მაგრამ ეს აუცილებელი არ არის მომღერლებში ვითარდება ჩვეულებრივ ადამიანებს. ძალიან ხშირია ბავშვებში, იმიტომ რომ ბავშვები ვერ აკონტროლებენ საკუთარ ემოციებს და უწევთ ხმაზე დატვირთვა, რომელსაც სჭირდება როგორც მედიკამენტოზური მკურნალობა, ასევე თერაპიული მკურნალობა, თუ არაინფექტურია და დიდი ზომის არის კვანძი, შემდგომ უკვე მივმართოთ ქონოქირურგიას, ანუ ხმოვანი იოგების მიკროქირურგიას.
ფონიატრთან კონსულტაცია აუცილებლად სჭირდებათ იმ ადამიანებს, ვინც ხორხის ან ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციას გეგმავს, რადგან ქირურგიული ჩარევის შემდეგ ნერვის დაზიანების ან ხორხის დამბლის რისკი არსებობს. სწორედ ამ გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა ლიანა დათიკიშვილი 13 წლის წინ. გავიკეთე ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია, რომელიც სულ ამომკვეთეს. ვერ საუბრობდი ხოლმე, მე მიჭერდა ხელში, სულ მახველებდა. სულ თქვა, სულ მეკეტებოდა, რომ იტყვიან. 13 წელი სულ ესე მემართებოდა. ყველა სპეციალისტი მოვიარე, ნული შედეგი. ზოგჯერ უარესად ვხდებოდი ცუდად. მე ინტერნეტში შემთხვევით მოვიძიე და ფონიატრია აღმოვაჩინე. მოვედი და დამისვეს ზუსტი დიაგნოზი. მქონია ხორხის ორივე მხრის დამბლა. პირველივე კურსზე მქონდა შედეგი. აღარ მემართება ის, რაც მემართებოდა. ხორხის დიაგნოსტიკის შემდეგ საჭიროების შემთხვევაში პაციენტს ენიშნება ხორხის ელექტროფონოპედური სტიმულაცია. ამ აპარატურის საშუალებით ელექტროდებით შეგვყავს იოგებზე ელექტროტალღები და თან პაციენტი იმეორებს სპეციალურ სავარჯიშოებს, რაც გვეხმარება იოგის სტიმულაციაში და შემდეგ უკვე ხმის გაუმჯობესებაში. პროცედურები არის 20 თერაპიისგან შემდგარი და ერთი კურსის შემდეგ თუ დროულად მოგმართა პაციენტმა სრულიად გამოჯანმრთელებული მიდის. ერთ დროს ხმის სამკურნალოდ კვერცხის გულსა თუ თბილ რძეს იყენებდნენ. დღეს კი მედიცინა გვთავაზობს ზუსტ დიაგნოსტიკასა და ეფექტურ მკურნალობას, რომლის დახმარებითაც ხმის პრობლემები რეალურად გვარდება. Hello. გვახსოვდეს, რომ ხმა ძვირფასია და მასზე ზრუნვა ჩვენი ჯანმრთელობის ნაწილი.